ხამეა გვიანი და აი ვამზადებთ მანქანას ხვალ დილით რო დილაუთენია დილაუთენია რო გავიდეთ წავიდეთ კანადაში აი წილი აქ ეხლა ნაკლები ნივთები პატარა საცობი მოგვიძებს, პატარა საცობის გავლა. ხლა სულ რამოდენიმე წუთია რაც კანადის საზღვარზე, ამერიკიდან კანადის საზღვარზე გადმოვედით და კანადაში ვართ უკვე და გულო რაღაც ეიფორიაში ყო აიო 80-100 შემიძლიაო სიარული ეგონა რომ 100 მაილი შეეძლო სიარული და სინამდვილეში რა ყოფილა გულო? რა ხდება? თურმე როგორც კი გადმოვედით იმ წამსვე კილომეტრებში გადაიყვანა ნავიგაციამ და მეთქი როგორ მივდივარ 90-100 მილით როგორ მივდივარ არ მივდივარ ამდენი წელი ასე რომ კანადაში ყველაფერი კილომეტრებში მეტრებში და ესე შემდეგ ხო წავედით და დავათვალიერეთ ერთად კანადა ტორონტოში ესეთი ტრამვაებია ძალიან პოპულარობით და ჩვენც გვინდა რომ ვისარგებლოთ ახლა ამ ტრამვაით და წავიდეთ ტორონტო აილენდზე ამ ტრამვაით. ასე რომ ველოდებით და მივდივართ ერთად. ეს გამოიყურება. ვარ ფეხზე. ვა, რა მაგარია. რა გამოდის ეს ტრამვაი მეტროსავით ყოფილა აქ თაბლაც ჩადის ხო? აი ესე გამოიყურება ეს ღვეზელები რომელსაც ქვია როგორ უნდა ტორტიერი ხო? აი ეს ტორტიერი ესე იკითხება ჩაჯირპიტის ჩევით მოვედი. აი ძალიან ლამაზად გამოიყურება. უყურეთ. და ტკბილიულებითაც რაღაც ბლინებს და ინებს აკეთებენ. ეს არის თურმე ტრადიციული კანადური ტრადიციული კერძები. ამიტომ ავიღებთ აი ძალიან ლამაზად გამოიყურება ეს. ავიღებთ რასაც შევჭამ, რა ვიცი, ალბათ შეიძლება ნახევარი შევჭამო. ეს ავიღოთ. ესეთი ლიმონადები არის, რომელიც ამერიკაში არ არის. მარტო კანადაში ესეთი რაღაცა ვნახე. არ ვიცი, მე არ მინახია, ყოველ შემთხვევაში შეიძლება არის ამერიკაშიც, მაგრამ კანადაში აგერ არის
ეს არის წვენები. კი, ერთი სამი. აი წვენებიც ძალიან მრავალი. აი. გისმენ გულო. მოგვიტანეს აი ესეთ ქოთნებშია, ალუმინის ქოთნებში გამომცხვარი. აი გულოს არის ქათმის და რაღაც ხორცით, ხო? ქათამი და სოკო. ქათამი და სოკოთი და ჩემი არის აი ბიფი. ხორცი და ნუზიტია. ძალიან რაღაც ძალიან მაგარი სუნია. ხვდები რომ ბევრი კარაქი აქვს, ცხიმიანია რაღაცა, რა თქმა უნდა, ამდენს მე ვერ შევჭამ, მაგრამ არის ერთი პიროვნება, ვინც სანამ ოპერაციას გააკეთებს, ყველაფერს მოახერხებს, ხო? უყურეთ უბრალოდ შიგნით რა მაგარი რაღაც ხორცი, გაროხი და რაღაცა. მართლა პილემაზია. შიგნით. უბრალოდ უყურეთ. შიგნით რამდენი ხორცია. აი ნუ გვახარბებ ნიკო. და ერთი კარგად უნდა მოგგვიჩო, იმიტომ რომ ბევრს ვერ შევჭამ. 1, 2 და 3. ძალიან გემრიელია. რაც შევძელი, აი ეს ნაწილი შევჭამე. ეხლა გულო გააგრძელებს ამ ყველაფერს, სულ რამოდენიმე დღეში გულოც შემდგეში იქნება. ანახე, ძროხის ხორცით გაკეთებული თოურთი ეს. თუ სწორად ვამბობ, შეიძლება ცოტა დამახინჯებული იყოს, მაგრამ ეს არის კანადური ტრადიციული კერძი, რომელსაც დაუწერდი ალბათ 9-10-დან. იმ დონეზე მომეწონა. ძალიან ყვაყოფილი. აი ეს ლიმონათიც ძალიან მოგვეწონა, ჭამა იყოს. და თუ დალევა იყოს. კიდევ ერთი ლიმონათი. ასტრონომიული მოგზაურობა რა საინტერესოა. ძალიან მაგარია, აი გიჟდები. ახალ გემოს. აი ეს დაამატა გულუჩკა. ხო, აი ეს დაამატა გულუჩკა, მე პატარა წვეთს შევჭამ. პრინციპში არაფერი პრობლემა არ არის, ძალიან დიდი ეხა ბარიატრიულ ოპერაციაში და უბრალოდ ბევრს ვერ ჭამ და დიდი ხანი არ გრძელდება ეს სიამოვნება, მაგრამ მაინც რაღაც დონეზე მაინც არის. აბა ჰეგულო. რომ კოკაკოლის გემო არა, თლაც. ამას აქვს ძველად რო იყო საბჭოთა კავშირის პეპსი-კოლა ზუსტად ეგეთი გემო აქვს. მართლა. კი, ზუსტად. ეს არის ფენოვანი სომი, კარამელი, მუსი და შოკოლადი. ძალიან გემრიელი, აი არ ვიცი რა. ძალიან მაგარია. აი აქ მოგცეს ეს რუკა, თუ როგორ გამოიყურება. გულა, შენ უნდა მიგაყენო ისა. აი ესე გამოიყურება ტორონტო აილენდი, ოღონდ ეხა ვერ ყვევით, აი ეს ბიჭი გვარკოს ყველაფერს. აქ ვიმყოფებით. 3 მიმართულებით გადის ბორანები. World Island-ი, Center Island-ი და აი აქეთ. აქ ძირითადად არის პლაჟი, სანაპირო პლაჟი. ყველაზე დახუნძურული და უფრო ბევრი საინტერესო რაღაცები აქ არისო და ამიტომ აქ მივიდივართ. ესე იგი ჩვენ მივიდივართ ბორანით, მაგრამ შეიძლება ტაქსით, ხო, ყვითელი ტაქსით გაცურო. ტაქსით შეიძლება იქირავ და გაცურო. ავტობუსში დავემგზავრეთ ერთ გოგონას და იმან გითხრა რომ $11 ღირსო და თუ ბორანზე დიდი რიგიო შეგიძლიათ ტაქსით წახვიდეთო. ო, აი ხა გადაწყდება ეგ ყველაფერი. ბორანით მივიდივართ. გვაინტერესებს რა ბორანი, უფრო საინტერესო იქნება, ტაქსები პატარაა ზომით და მოკლედ ამ ბორანზე ესეთი რიგია, მაგრამ ჩქარა გადის რა რიგი, ასე რომ ეხლა ესე გამოიყურება, ძალიან დიდია, ძალიან ბევრი ხალხია და აი ეს სამაშვიდო შვილები ყველგან არის. რაღაცით ონტარიოსკენ შემოვდიოდით ბათუმს გავს, აი შორიდან რომ შეხი გამოხედავ სანაპირო და ეს მაღალი საფრანგეთები. ვერ ვიტყვი რომ პატარაა, მართლა ძალიან დიდია, მაგრამ აი რაღაც სიმშვიდე, აი სხვავილები, ტბები, საქანელები, ეხა გულო მეძახის და დავждებით საქანელებზეც და თუ რამე არის კიდევ გასართობი და არის ძალიან ბევრი რაღაცა, რაც რუკაზე ეხატა. დავსინჯავთ.
ყურება ძალიან დიდია, ეს არის 2 სკუპი. 2 სკუპი, ესე იგი $7 ღირსა ეს. მაგარია. იყოლეთ ეხლა ისეთი რაღაცა ვნახე, აი შოკში ვარ. აი ამ ბუნებაში საბაგირო. ძალიან სასიამოვნოა ყველა. აუ, ეხლა როგორ მესიაუნა ეს საბაგირო. ულამაზესია. ღია საბაგიროთი ეხლა არ ვიცი, წავალთ, არ ვიცი სად. მთელი ისა შუქნიშანი სასწავლია. რა საყვარლობა. ორ ადამიანზე გადავიხადეთ $21. ერთი რაც არის მზე ძალიან აწხუნებს და ცოტა დავიწვით, მაგრამ მაგარი. ახლა რამდენი წყალმცენარეებია, რიან? აი, ფიცრას თელი პროექტო. კუნძულზე არის ეს პატარა ქუჩა. აი ძალიან საყვარელი შენობები, ოღონდ მართლა აი ძალიან პატარა შენობები არ ვიცი რა, პატარა სახლები ალბათ უფრო ნამდვილი არ არის. ნამდვილი სახლები არ არის, უფრო დეკორაციისთვის არის ეთყობა. Zavrobit შემოვლით ვესტფელს კუნძულს. კიდევ მოგვიწევს ვირავში შესვლა. ეს არის ჩვენი სასტუმრო, ალბათ იცით ხო? ძალიან გემოზე გვეძინა გუშინ ღამე, არ ვიცი, აი ბუნება ყველაფერი აქა. ChatGPT-ს ვკითხე, მორიგი კანადური კერძი, ტრადიციული კერძი რა არისო და ამიტომ შევუკვეთეთ ჩვენ პუტინი, სწორია თუ არასწორია ChatGPT-ს დავაბრალოთ თუ არასწორია. ხო, ქართულად ეგრეთ არქვა, მაგრამ შევუკვეთეთ პუტინი საჭმელი პუტინი და ეხლა მოგვიტანს დელივერი. აი 35 წუთში პუტინი იქნება ჩვენთან და მას შევჭამ ჩვენ. მენიერ გარემოში აგერ ვისვენებ, ჩვენ აი წამოკოტრიალებული ვარ, ციყვები, კაი ბუნება, აქ აეროპორტი, აქ ხალხი, რა ვიცი, აი ძალიან მაგარი განწყობა და ტბის ბრიზი და ველოდებით როდის მოგვიტანენ პუტინს რომ შევჭამოთ. და ჩამოგვივიდა ჩვენი ეს საკვები მართლა არ ვიცი, შეიძლება მართლა პუტინი ქვია და აი განახევთ როგორ აწერია. აი ესე გამოიყურება შეფუთული. აი Putin რაღაც აიგერე არის და პუტინად გადამითარგმნა ChatGPT. Putin. აი მოусმინეთ ერთ წამი როგორ არის? Putin. 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 სუსტად ეგრე ყოფილა? Putin. ის აბა გახსენი. მეც მაინტერესებს. ეს მარტო სამხედროებია. ყველის ხვირები. მაცედი. აი ეს ყველი ეს ტყეველივით соуსია. იმაზე. არ ვიცი რა შევადარო.
არ მომწონს, არ მომეწონა, არ აქვს კარგი გემო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ალბათ კანადელებს მოსწონთ ეს გემო ძალიან და მე არ მომეწონა რა. შევჭამეთ რაღაც დონეზე ეს პუტინი, მაგრამ არ მოგეწონა რა. აი საზიზღარი რაღაცა იყო რა. მაგრამ არ მოგეწონა. აი ეს ნოლიანი მოკლედ. მოვინახულებთ ასევე აკვარიუმს, ჩვენ ძალიან გვიყვარს ცხოველები, ფრინველები, ამიტომ აი აქ არსებულ აკვარიუმსაც ავათვალიერებთ. მთლიანობაში შეგრძნება არის, აი არ ვიცი. სისუფთავის, სიკოხთავის, არც ისე მაღალი ფასების, რაც ძალიან ახალიცებს გულს. ამერიკისგან განსხვავებით, უფრო ნიუ-იორკს გულისხმობს სიბინძურე და მაღალი ფასები რა. ეს არის მოკლედ აკვარიუმის ზევითა მხარე. მე ჩავალ დაბლა და დაბლინას ნახავთ. ისე ახლოს არის ლამისა ხელით შევეხე. რა მხილა შემოგევლე რა. აბა ზანტოსინაში ზანტო. ხეხებს უყურე ნიკა რა საყვარელია. ვა! რა ლამაზია. თურმე აქ არის აი ესეთი პილიკი, რომელიც მოძრაობს და დაათვალიერებს ალბათ რამოდენიმე 15 წუთი ესე იქნება რომ დაათვალიერებ ნელ-ნელა ყველაფერი რომ ნახავ. Mommy, do you like this? ძალიან ლამაზია. ამას ძალიან სქელი არის. და გოგო შენა. წადი ახლა. ძალიან მშვიდი ისეთი გარემოა და სიამოვნება არის უმაღლეს დონეზე. ამათი ყურება არ შეჭამოს, მოდის აი ჩემს საჭმელად მოდის ეს ბიჭი. ჯوار შეჭამო. ძალიან მაგარია. წარმოგიდგენიათ აი ეს რო შუა უკერაში რო ჩავარდე და ეს რო შეხვდეს რადოვიში გეკნებოდა. შესახედებით რაღაცა რო არ გეშინიათ რომ საყვარელია, მაგრამ აი მართლა ის არის. გესაყვარლება გულო ეხლა ესა? ეს დამტრიალებს რაღაცას მიპირესვება. ეს ბავშვია რა. არა ბავშვია. კი ბავშვია. ეს ჩასვლის თურიც ქონია ცალკე ესენი ინსტრუქტორები არიან და აა ჯოხები აქვს იმისთვის რომ არ მიუშვა. აი ესე იგი ბიჭო. აი ნახე რა ახლოს დაცურავს ახლა ისინიც. სვიგენები. გაიარა ნიკუშა. ხავაბერეთ ასვლას. ამინდი არის ცოტა უჟმურივით არის ამინდი, ჯობდა რომ ზიანი ყოფილიყო, მაგრამ ეხლავე ავალ ზემოთ და გადავხედავ თელს ტორონტოს. ესე გადმოკიდული დგომა მისა სიმაღლეში არ აქვს. აი ეგ სადღაც ერთი 400 მეტრის სიმაღლეზე არის და არ ვიცი, შეიძლება დავდგე კიდევაც. სამოცობს აი ნახეთ რამდენი ლიფტი არის აქა და ეხლა მივყავართ Right here to stay right here. Just go all the way down, like at the ესეთი ლიფტი გულია ბიჭქარდა. კი. აქ დადექი შუშასთან. გეშინია? ჩქარია, ძალიან ჩქარია. აუ მაგარი ისეთი შეგრძებაა ძალიან სწრაფი. scarier than the yellow slide. ყურები დამეფერა? No, the water slides are გის ბიჭო scary. რა სწრაფად არის რა. აი და მე Oh, higher than all the buildings by far. არ ვიცი, მაგრამ აი Yeah, this. ძალიან საშიშია, კაი კაცო. უკვე აქ 360 გრადუსი ხედი, მაგრამ აი რაღაცნაირი შეგრძმა, აი ცუდად გავხდი ამ სიმაღლეზე ამოწვით, ძალიან მალე ამოვიდა. ეს ქანაობს თუ ვერ გავიგე რა. ნახევარი კილომეტრის სიმაღლეზე ვარ. ყველა
წავედით. გულო აპირებს ახლა დადგომას ამაზე თავისი რანაირი გულით გაბედული გულით. გადაიხრები, ეგ არის კიდევ საინტერესო. მიდი ხა გადაიხარე მაშინ. გულოს ვაშკაცობა. აბა მიდი გულო. ვაშკაცობა იმიტომ რომ არ გდავა ამაზე. აბა შუშის. კაი, მიდი აბა მაშინ გადაიხარე ბოლო. მიდი ხა. ეს არაფერი, ეს არის შიშრებისთვის. ეგ არაფერი არ ყოფილა. ამასობაში მე გავსინჯავ. გულომ კანადურ პეკანური კაკლის. ერთ-ერთი კანადური კიდევ ამათი, ხო, რაღაც ტკბილეული. ესე გამოიყურება გულომ იყიდა. აქ ძალიან ბევრი ხალხია შეგროვილი, იმიტომ რომ შიშის დასაძლევად აგერ ყველა მოდის აქ. ცდიან თავიანთ გაბედულებას, ესე რომ ვთქვა. ზოგი გადადის ესე, ზოგი ვერ გადადის, იმიტომ რომ ძალიან მაღალია, აი არ ვიცი, ძალიან მაღალია და შეგრძნება არის რაღაც მენით აუღწერელი. ძალიან მაღალია, აი ეს არიან ადამიანები წერტილები ვიდრე ჩანან, იმდენად მაღალია. გულო უნდა გადავიყვანო. აქ შანსი არა. კაი, მოდი, სად? იქა? მოდი. ეგ გულო აი აქ უნდა გავიყვანო. იმაზე დგება რა ბოლო. ბეტონია. გულო შემოვიყვანე. ძალიან მაკანგალებს. აუცუდაცვარ. მიდი ხა. აი ესე. არ შემიძლია ძალიან. აი გულოს ძალიან ეშინია, იმიტომ რომ აუ არ გამიშვა არა. არა ბეტონ წადი, გადი მაშინ. წამი. აი ხა პალიკაში. წადი გულოც არ გადი. შემიძლია უკან წავსვა. ნახეთ უკვე ხელი როგორ აქ ჭაჭიდებული. კაი რა გულო გამიშვი ხელი. ბეტონზე დგა ხარ. არ შემიძლია ცუდა. არა მართლა როსაც შეგზება პროზაი არ ვიცი რა დავდივარ აი რაც მეცივლი უფრო ეჩვევი უფრო შიში გიქრება მაინც არის ადამიანური შიში იმიტომ რომ ძალიან ვერშინია. რა მაგარი შეგზება ეს ბავშვი თავზე არ დამახტები აი უყურეთ უბრალოდ არ ვიცი თუ ჩანს აი დავეშვით დედამიწაზე ხო გულო? კი, ფესკრელი. ხო. მოკლედ კარგი ემოციებით დავეშვით დედამიწაზე. ასე რომ ყველამ უნდა გასიჯო თუ ვინმე კანადაში იქნება ტორონტოში, აქ უნდა ახდინოთ. აი. აი რანიკა რა. უსაზღრო დიდია რა, 9 კილომეტრზე მეტი სიმაღლის. წარმოგიდგენიათ რამხელა. ორი კანადური ტრადიციული კერძის გასაჯვა მოვასწარით. თემა რას გვეტყვის? Chat GPT-ს იმედია რამე ისეც არ გვეტყვის, რა ვიცი. სტალინს, ლენინს რამეს არ გვეტყვის, ხო? უბეს და ეს კანადური მოკლედ ბოლო რა კანადური ტრადიციულმა საკვებმა ერთი ცალი შევჭამეთ და მოგვეზრა, ხო ნიკა? აი არ ვიცი რა არ გვიღირს შემდგომი დატესვა ინდონეზიაზე გული აგვირია მაგ საჭმელმა რომელსაც პუტინი ერქვა და ეხლა უკვე ბერძნულ საჭმელებზე ხო ბერძნულ საჭმელებზე გადავედი და ეხლა შევკვეთეთ ბერძნული საჭმელი ეხლა გაიშლება აქვე ბუნებაში აი ესეთ ბუნებაში სუფრა აბა ვნახოთ საათად ძალიან ბარაქიანად ბევრი კიდე რამდენია ეს არის რა არის ესა ვერ გავიგე ეს არის მიქსი ხორცების აქ რა ხდება აბა აქ სალათები
რამდენი სალათები, ამდენს ვინ შეჭამს? პური, ბერძნული პური და რაღაცა კიდევ. და ეს რა არის? ხო, ეს. ეხლა მივირთვევთ ამას ძალიან ცოტას თუ შევჭამე. აი, რავი, ეს ალბათ 1-4 დღის სამყოფია ჩემთვის, მაგრამ მინიმუმ 2 დღის მაინც. ეს მაგარი იქნება. ეს მოკლედ წაწიკი, ხორცი, ბრინჯი და ეს ბერძნული პური, აბა. სალათი. და სალათი მე არ ვიცი. გავცინჯოთ ახლა ესა. მაგარი გემრიელია. მე პატარა ამასაც მოვაჭამ. ბერძნული რამე მინდაო რომ ვჭამო და მე რაღაცნაირად ვიფიქრეთ რომ მოდი ქართული რამე შევჭამოთო, ხო და ერთი აჭარული ხაჭაპური დარწმუნებული ვარ ძალიან პატარა ზომის იქნებოდა დაახლოებით მოტანიან და დაждდებოდა ეგრე რა $40-45 დაждდებოდა. კი, ერთი ცალი. ამიტომ აი ეს ყველაფერი შევუკვეთეთ, რაც დაგვიჟდა თავის ტიპიანად ყველაფრიანად. $45 და $5 ტიპი, $50 მთლიანად. თითქმის იგივე ფასი ჯდებოდა ერთი ცალი აჭარული ხაჭაპური აქ. ასე რომ მაგრა ვისიანო და მოგებულების დავრჩით. ეს არის ამერიკის მხარეს. ეს არის უკვე კანადის მხარეს. ნიაგარა ჩანჩქერი. აი მან ჩავალთ ახლა, აი ამ გემით და მივიდეთ აეგრე ახლოს ჩანჩქერთან. სამწუხაროა სამინდი ესეთი რო არის, იმიტომ რომ ნისლი არის ჩანჩქერთან ძალიან დიდი. თითქმის არაფერი არ ჩანს და ასევე მინდოდა რომ დრონი ამეფრინა, თუ შესაძლებელი იქნებოდა და მენახებინა თქვენთვის ზემოდან ნიაგარას ჩანჩქერი, მაგრამ წვიმაში ვერ ავაფრენ დრონს. ყიდულობ რას? მორანის ბილეთს და რა სიტყვი? Ziplines. აი, ჩვენი ბორანი, რითაც წავალთ ახლა. აი, ახლა ჩავიცვა ამ წითელ რაღაცას და ცელოფანზე წავალთ. ალია გოგოს ფერია. გოგური. კულო არის გამონაკლისი რა სხვა ფერის სისაცია. ამით დასრულდა ჩვენი კანადაში მოგზაურობა, ძალიან მისიამოვნე. ძალიან ბევრი რაღაც საინტერესო აღმოვაჩინეთ და მოგდაგვიტოვა სასიამოვნო შთაბეჭდილებები. რა იქნება შემდეგი? ხო, არ ვიცით რა იქნება შემდეგი, მაგრამ გამოიწერეთ, ვისაც არ აქვს გამოწერილი და ჩვენი სამუშაოს დაწყება იქნება თქვენთვის სიურპრიზი, როგორც გითხარით. რაზეც კი უარი იმ სამუშაოზე ვიწყებთ ორივე ერთად მუშაობას, ასე რომ დაელოდეთ და უყურეთ ჩვენს ვიდეოებს. დავამთავრე. აბა კარგად. ამაინტერესებულად ხეს. აბა კარგად.